Სახეობები ბაჩო კაჯე და ანა ტყებუჩავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ 9 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევად ცნოდა 5,000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. Როგორც მოსამართლემ განმარტა, მათ 5,000 ლარი დაჯარიმების დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ, გასაჩივრება კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეუძლიათ. გადაწყვეტილების გამოცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ დასწრებია, რომელიც სახეობების ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევად ცნობას ითხოვდა. Სახეობების განცხადებით 9 იანვარს რუსთაველის გამზირზე აქციას მაშინ შეუერთდნენ, როდესაც ქუჩა უკვე გადაკეტილი იყო და ამას მათი თქმით კადრებიც ადასტურებს. აქვთ შეკებიც, რომ რუსთაველის გადაკეტვის პროცესში კაფეში იმყოფებოდნენ, თუმცა მოსამართლემ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა. ამირან ქაჯაია ცნობილი იქნა სამართალ დამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევათა კოდექსის 174 პრიმამუქის მეოთხე ნაწილი და ადმინისტრაციული სახლის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5,000 ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გადაკეტილ გზაზე მივედით, ეს ერთი. მოსამართლის შეფასებას შეეხება მართლა გულწრფელად მეცოდება. უსურვებ, რომ ეს რაღაცა ტვირთი, რომელიც არამხოლოდ ჩემი და ანას შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ბევრი შემთხვევაში აქვს აღებული და რაღაცნაირად მოხსნოდეს ერთადერთი სურვილი მართლა ადამიანურად უსამძიმრებ მას. მე ვიყავი კაფეში, როცა გადაიკეთე, რომ გამოვედით, გადაკეტილი იყო ქუჩა უკვე და მე უკვე გადავედი და შევუერთით. მე მგონი ეს ერთ აზრი არ აქვს, აი რაღაცა იმას პირიქით რაღაცებს შვებიან, ხა გონიათ რომ ალბათ რაღაცას ამით აგაღელვებენ, შეგაშინებენ. იმდენად ცალსახა არის სიმართლე და იმდენად სვირწინ არის სიმართლე, თუ ამის დანახვა გინდა, აუცილებლად დაინახა. ჩვენ ნახეთ კიდევ ერთი საქმე, როდესაც სასამართლოს არ აინტერესებს რეალურად რა არის დაცვის ხარის მტკიცებულებები და მთლიანად უბრალოდ იმეორებს სახელმწიფოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სურვილს და მოწოდებას, რომ დაჯარიმდეს ყველა მოქალაქე, ვინც აპროტესტებს. რეალურად საქმე არ ქონია არც გზის გადაკეტვასთან, არც რაიმე მსგავსი ქმედების ჩადენასთან. ანა ტყებუჩავა გადაკეტილ რუსთაველზე მოგვიანებით შეუერთდა იქ მყოფ ადამიანებს.